მოგესალმებით კიდევ ერთხელ ბაზარებო ძალიან დათრუნველი და დამპლელი იყო აი ბაზე ფიქრი რაც აი ნუ ჩვენ პოტენციურ საფრთხეებზე ვსაუბრობდით აი ამ უკრაინის მოვლენებთან დაკავშირებით და აი მე რა ვიცი ახლა მიჭირს გადასვლა იმ ყოფით რაღაც დეტალებზე რასაც ქვია ადგილობრივი არჩევნები და ადგილობრივი ესე ვთქვათ მე ადგილზე მერების არჩევა და სიმართლე გითხრათ არ ვიცი მე ცოტა სკეპტიკურად უყურებ ამ არჩევნებს შინაარსაო ფიქსირება დღესაც ვიტყვი მე ეხლა მინდა გითხრათ რომ ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი ყავს ბატონი ნიკა მელია და არ ვიცი ნიკა რეალისტები მინდა რომ იყოთ ქართველები და თან უცნაური ფონია ძალიან აი როგორ გითხრათ პირადად ვთქვა ცოტა არადემოკრატიული სიტუაცია არის და რატო დათანხმდით თქვენ კანდიდატობას და რა ესე ვთქვათ გამოწვევები აქვს თქვენს პარტიას და პირადად თქვენ მე პირადად აი გულწრფელად გეუბნებით ცოტა არ მესიამონა რეზინის შექმნებით რომ დადიოდით იმაში რა ქვია მეტროს გვირაბში როგორც თურმე 42 მილიონი ევრო უნდა დაждდეს არ ვიცი ბევრი კითხვები არის მართულები და მოდით ვისაუბროთ თქვენ ხართ კანდიდატი ნაცმოძრაობისა აშკარად არასასარგებლო სიტუაცია არის და არაოფიციალური პრეზენტირება ხდება ყველა მერობის კანდიდატისა და ვალსფიხტი და ნარმანიას კანტორიდან მითხრეს რომ არ გამოვალთ რომ აი ბატონი ხლონტის რაღაც სამსახურს ველაპარაკე და დღეს ვერ გამოვალ და აგერ ვალსფიხტი და თქვენ ხართ სტუმრად და მინდა რომ თქვენთანაც გულწრფელი ვიყოთ რას ფიქრობთ ამ მერობის არჩევნებზე პოლიტიკურადაც სოციალურ-ეკონომიურად პირველ რიგში სასიამოვნოა თქვენთან სტუდიაში ყოფნა რა თქმა უნდა ეხლა თქვენს როლით აღნიშნეთ ეხლა რომ ვინ მინდა თქვენ ბევრი რამ გინახავთ რეალურად 20 წელია გიძლებთ უყელას გიძლებთ არ არის ეს არა გიწვის არა 20 დიახ სამწუხაროდ ის რაც თქვენ ახსენეთ რომ არადემოკრატიული პროცესები მიმდინარე ზუსტად ეს იყო იცით მე გულწრფელად გეტყვით წელიწადნახევრის განმავლობაში მე რომ დამენახა რომ ის ცუდი რაც იყო წინახელისუფლების პირობებში მოდი ვაღიაროთ რომ იყო სამწუხაროდ გადაცნობები იყო პრობლემები იყო რიგი დანაშაულებიც კი რა თქმა უნდა რომ დამენახა რომ ეს ცუდი არ გაიფურჩქნებოდა არ გამოვითარდებოდა ის კარგი რაც იყო ნამდვილად წინა წლებში მხოლოდ ამის განვითარებას ექნებოდა ადგილი ელემენტარულად არც სრული გამიჩნდებოდა და არც არანაირი სიტამოვე მეყოფოდა ჩემთვის პირადად მნიშვნელობა არ აქვს ვინ იქნება ხელისუფლებაში ვინ იქნება ქალაქის მთავარია იყოს და ყოფილიყო ხელისუფლება რომელიც ელემენტარულად გააკეთებდა იმ ქართულ საქმეს და გამოადგებოდა ქვეყანაზე კეთილდღეობა შეიქმნებოდა და ეს კეთილდღეობა ჩვენზეც გავრცელდებოდა ნიკა კასაგებია პროფესიით ვინ მტარდებით პროფესიით პირველ სპეციალობით სამართალწოდნე და საერთაშორისო ძალიან მაინტერესებდა ეხლა ძალიან მინდა ტექნოლოგიები გაიგო ხალხმა რას ვიცევდა როგორ ვიცევდა აი ჩემს სუბიექტურ ასულმაყურებლებს ვეთქვი და თქვენ ან დამემოწეთ ან არ დამემოწმოთ აი 2006 წლამდე და 6 წლის შემდგომაც მაქსიმალური ძალაუფლებები გადავიდა მერის ხელში ნომინალური გახდა წარმომადგენლობითი ესე ვთქვათ ორგანო საქმიანობა რბილად რო თქვა საკრებულო იყო ოქმის თუ რა ქვია ნოტარიუსი და აი ყველა გადაწყვეტილებებს იღებდა მერი აი მერი იყო მონსტრი ფაქტიურად თბილისის ბატონ პატრონი იყო ნუ მიშა რაზაზეთო და ეს შეზე იდგა აი ეს ის დასანგრელია 2000 არასოდეს ეს პიროვნული მართვა ქალაქისა დამღუპველია და შედეგით სახეზია აი თქვენ თუ გაგზირეულად განსხვავებული მიდგომა ამ შემთხვევაში ამ ისტორიულ ეტაპზე თქვენ ნიკა მელიას ნაციონალები ნახავთ მაგრამ თქვენ ახლა ბრძანეთ გენიალური სიტყვა მე ვაფასებ სამიყვა და ერონტი გიგოძე მის სიტყვებია ქართული საქმე აი ქართული საქმისთვის რა აჭირდებდა აი როგორი ესე თქვა კანონცვლილებებია შესაძლებელი დედაქალაქის კანონში აი მერის ფუნქცია პირდაპირ არა ისეთი როგორიც განახორციელეს სხვადასხვის იცით ვინც იყო ავტორი ამ პროექტის ახალის თბილისში რა ხდება განსხვავებული მოცემულობა თბილისში კიდევ სხვა თვითმმართველობაში ნებისმიერი არჩეული მერი ერთადერთი ქალაქია რომელიც შეიძლება საკრებულო გადააყენოს ეს 6 თვის თავზე წარმოგიდგენთ ეხლა ეცას ვაბაშეთ არ არის დამცავი მექანიზმები მაინც ხო არის თუ კი მერად გახვედით დაუშვა თქვენ და უნდა იმდენი რატომ არა გააკეთოთ საკრებულოში ნახევარი მაინც ყავდეთ თელავის
თვითმმართველობის შემთხვევაში ეს იგივენაირად არის. თავი დაიზღვის, მაგრამ მე მეხანიზმ გეუნებით ფლავის საშინელებაც არ არის ეს. საკრებულოში რა 30% მაინც გაიყვანს მინიმუმ მე პირდაპირ ბატონო დავით წინა ხელისუფლების ასე თქვა შემთხვევაში შეცდომებზე შეცდომა არის დანაშაული რო ექსპერტი წვეთდა. კი ბატონო, მაგრამ სამწუხაროდ როდესაც ერთ-ერთი იგივე შეცდომა ხედავთ ჩემთვის ეს არის უარესი. ვინაიდან როდესაც აგერ ყურიზეში ქონდა შენ მაგალითი და ეს შეცდომა ელემენტარულად არ უნდა გაითვალეს, იმიტომ ეს ჩემთვის არის უარესი. არაფერი არასოდეს რა დათური სამსახურით წინა ხელისუფლებისთვის შეასრულა იმ მოცემულობა, რომ ყველა წამყვან არჩევით თანამდებობაზე იყო ერთი პოლიტიკური გაერთიანების წევრები დაკომპლექტებული, იგივე მოცემულობა გვაქვს. დღეს და იგივე მოცემულობა იქნება სამწუხაროდ 20 წელიწადში. მე ვიცი ბრალია. საზოგადოების ბრალი ხო არა? დიახ, არა, საზოგადოება ირჩევს. არჩევს. მე რას გეუბნებით ახლა? თქვენ იმ დროს ხო? ყველაფერს რო თქვენ ნაციონალები რო თავიანთ ხალხს ნიშნავდნენ. აი სინდრომი გადმოყვა მთავრობას. კი ბატონო, დათური სამსახურში შეუსრულოთ. კი, შეუსრულოთ. ეს წრედი იკრებოდა და სამწუხაროდ იმ წრეში, დახშულ წრეში ადამიანებს შემთხვევაში სიმართლეს ვერ პოულობდა. სანამ არ იქნება სახელმწიფო შტოებთან რგოლებს შორის ბალანსი დაცული, სანამ არ იქნება კონკურენცია, ჩემის აზრით ნებისმიერ ხელისუფლებას ყოველთვის გაუჭირდება და იქნება ის შეცდომები, რომლის მოსწრებით სამწუხაროდ გაიჩნდება. ვერ ვივადამობ შეცდომები, უზურპირებაა, ძალაუფლების უზურპირება, ახლა მე დილეტანტის დონეზე გეუბნები, ძალიან მე სიმპათურება შეიძლება ბევრს არ მოგწოდეთ, მაგრამ ძალიან კარგი კაცი არის ბათიაშვილი გიგა. ფანტასტიკური წიგნი აქვს, დაიკითხეთ რა, მართლა მაღალი დონის, სხვაჩემ ხაზრულებადაც ძალიან მაღალ დონეზე აქვს დაწერილი. იცი რა არის? არ არის სწორი, რომ მე რას ვიცი, იმას გეუბნებით, რა ხა თქვენ გამგებელი იყავთ, შეიძლება წესზე თქვენ, აი ხა სხვა, არ გადადექით? ჯერჯერობით. ასე კი ნორმანიას არ გაყევით, ნორმანია თუ გადადგა, თქვენც და გადავდგარიყავ. მეხანიზმი იყო ცუდი კაცო. მერმა რატო უნდა გადაწყვიტოს აქეს აშენდეს თუ არა? იყოს ინსტიტუტი ქალაქის არქიტექტორი და მან გააკეთოს. გადაწყვეტილება მე ამ საკითხთან დაკავშირებით ჩემი პოზიცია არის პროგრამაში გასახული ქალაქის არქიტექტურის უფროსის თანამდებობას შევარჩევ ესე არჩევით მოხრე ხარ? არქიტექტორთა საზოგადოებასთან შეთანხმებით. აი შეთანხმებით უკვე არა, რატო იცით? არა, აუცილებლად ეს არის პოზიცია, სადაც ნამდვილად იყო პრობლემები ქალაქში და მე ხა გულწრფელად გეტყვით. ბევრი რამ ამ რაიონში როგორც მხოლოდ გამგებელი, არამედ ამ რაიონში მაცხოვრებელიც გეუბნებით არ მოწონდა. ამ მაღალსართულიანი შენობები, რომელიც აშენდა ხო ჩვენს რაიონში. თანამდებობაზე უნდა მუშაობდეს აუცილებლად გამოცდილი, კომპეტენტური და პროფესიონალი ადამიანები. აი თქვენს დროს და ეხლა დღევანდელ ამდენს კი იქ რომ არ ვიცი აი ყველაზე დიდი არქიტექტორის დასვა ისიც არ იქნება თავისუფალი სხვა წვითავდა, მერი წვითავდა, აქ ეს უნდა გადაწყვეტოს. ჩემთვის ეს იქნება შვება ერთის მხრივ როგორც ქალაქის მერის უძლოდ რომ იქ იყოს გამოცდილი პრინციპული ადამიანები. თქვენი ნები დელეგირებას გაუკეთებთ არჩეულ იმას ხო არქიტექტორს. არჩეული არ იქნება, მაგრამ იქნება. არა, მაგრამ რატო ეგება აგვერჩია? თქვენ არა თქვით მათთან შეთანხმებით. რა ვიციო და მან აი თუ კი ეგეგმა ექნება. ეგეგმაში რა ხდება? არქიტექტორის უფროსის არჩევნებს რომ თქვენ ხო იცით მოჯავატარეთ. ეს რატომაც არა, მე იდეაში მაგრობ, შეთანხმებაც არ ვიცი, იცი? უნდა იყოს არჩევითი რა. აი საზოგადოების აი ძალიან დიდი მონიტორინგის ქვეშ უნდა გატარდეს ეს და ავიჩიოთ ცნობილი დიდი წესიერი აი ქვეყნისთვის გადამკვარი კაცი და იმან გადაწყვეტილების საგანი იქნება და არქიტექტურის საზოგადოებას ამას შეუძლია უნებრივია არქიტექტურა საზოგადოება შემოგთავაზებს იმ ადამიანს ვინც იქნება ამის ღირსი და პრინციპული ვინც ხალხს გამოადგება ხო სამბერიძე იყო თუ არა ვსწრებ აი ესე კარგად მახსოვს ახლა ეს 70-იანი წლების ბოლო იყო უნდათ იმისი რა ქვია ჯამბერიძე დაენიშნა და მხატვართა კავშირის თავმჯდომარეს შევარდნაძეს უნდათ მხატვრება უარი თქვეს არ მისცეს კენჭი არ უყარეს მოიწვია ეს ცეკამ ეს ყველა მხატვარი და ეს დაადგა შევარდნაძე სააქტო დარბაზში რატო არ გინდა რომ ეს იყოს აი მითხარი დამისხამოთ არა მე მინდაო მე მეორეს დაადგა რატო მე მინდა აი ესე იქ არჩეული როდესაც პოლიტიკური ძალა წვითავს ვინ გახდეს საზოგადოებრივად მნიშვნელოვანი ადგილის ესე ვთქვათ მფლობელი იქ უკვე იქნება წნეხი რატო არ უნდა ვედოთ არქიტექტორთან არ უნდა გადაწყვეტოს ბატონო და მე ვამბობ რომ
უნდა გაუწოდო ხელი, არ უნდა გადავწყვიტო. აი პარტიული მმართველობა, მეობის არის უკვე ზეწოლა. ზუსტად მე მინდა ვიყო ის არჩეული მერი, ეს არის ზუსტად რაც მე არ მინდა რომ ვიყო. რომელიც ხარდაჭერას მოიპოვებს. არ მხოლოდ აქ აღებული ერთი პოლიტიკური გაერთიანების ხარდაჭერებში, მათ ხმარის მოიპოვებს. ყველა საზოგადოებრივ ჯგუფში. კულტურული ჩემს გარშემოც ბევრი ჩემი ახლობელი ნაცნობი, მეგობარი, მეზობელი ხო? სხვა პოლიტიკური შეხედულების მატარებელია. თქვენს გარშემოც მე დარწმუნებული ხო? შენთან ნაციონალი არავინ არა. ნაციონალი ერთადერთი სიმბოლოს ხარაშის ხდები ხოლმე დანარჩენს არავის. არის ხოთანო არავის. არა, სამასაც არავის. სასამართლო პირველი თქვენ რაღაც ნაციონალი რამდენიმე თვის მანძილზე რო ნახე. არა მაქვს ურთიერთობა, ნუ რა. ვისთან გაქვთ ურთიერთობა? არა მაქვს, ნუ ელემენტარულად არასდროს არ მქონია ნაციონალურთა ურთიერთობა. აქ საქმე არ არის ვინ რომელი პარტია. არ ვეყარებოდე. როგორც როდესაც საქმე ეხება თბილისს, ჩვენთვის გულწრფელად გეუბნებით რა, თბილისი გაცილებით მეტია, ვიდრე ნებისმიერი პოლიტიკური პარტია, ნებისმიერი პოლიტიკოსი. ესე იგი, აი თქვენ ემიჯნებით იმას, რაც ნაციონალურ პრაქტიკაში ჰქონდათ, რომ ერთპიროვნული გადაწყვეტილებები იღებოდა თბილისის ამა თუ იმ შორს რა თქმა უნდა იმ აზრისგან რომ ყველაფერი მომწონდა. მე არ მithქვამს რომ მათთან შორს აი თქვენ მომხრე ხართ, რომ იყოს გენგეგმა, რომ აი დაიგეგმოს მთელი ქალაქი. უნდა იყოს, რა თქმა უნდა, იყოს. თუ ამის იდეას ემხრობთ. აუცილებლად რო არ იყოს დაშვებული ის შეცდომები, რომელიც იყო დაშვებული და რომ რა შეცდომებსაც რეალურად შესაძლოა იყო კაცობა იყო, ვანდალიზმი იყო. კი ბატონო, მაგრამ არ მომწონს რეალურად. გულწრფელად გეუბნები და არ მომწონს ის ნიშნები, რაც იგეგმება. და ერთი შეცდომები გეგმება. მე სიამონა რომ ესეთ პასუხებს ვიღებ. რა ნაციონალებში ხას ესეთი კაი კაცი თუ ხარ. არა, მართლობა არის საშინელება. არასდროს მე აი ქალბატონმა ვაკეში ერთ-ერთი შეხვედრაზე მითხრა აი ხმას აუცილებლად მოგცემდი იონიკაო, შენო კენს არ იყედიო ნაციონალ მოძრაობიდან. 15 წუთი ვისწავლდი და მივხვდი. ნაციონალ არაფერი წინ არ ედგა გულწრფელად გეუბნებით. იმას რომ ქართულ ოცნებაში პრინციპში მათ ასე ვთქვათ ხელისუფლებაში ყოფილიყავ, ხო? მე და ძალიან ბევრი ჩემი მეგობარი. მაგრამ ჩემთვის გულწრფელად გეუბნებით, დღეს ქართული ოცნება არის იმ შეცდომებით დახმარებული ნაციონალურ მოძრაობის თვითშემოდგენილობა. 80% დღეს ქართულ ოცნებაში არიან ის ხალხი, ყველაზე მნიშვნელოვანი გოლი თქვენ იცით, ეხლა რაც უნდა კაი წამყვანი იყოს, ხო თქვი? რაც უნდა კარგი ტელევიზიის მმართველი, ყველაზე მნიშვნელოვანი არის ოპერატორი, ხო? არა, ოპერატორმა თუ არ გადაიღო ის როგორც საჭიროა, თქვენ გადაცემა ჩავარდება. თქვენ ახლა ხედავთ აქ ოპერატორს? არა, ხუთ ვერ დავინახე ნამდვილად. გამეცნოთ ეს ეფექტური მართლის. ნუ მემონტაჟი. არის ნებისმიერ საშუალება შევგადაცემას, ნამდვილად არჩედება უნდა. ყველაფერი თქვენ. იგა, არა, მე არა ვარ. საერთოდ შეიძლება რაციონალური. არ გულს ერთი აზრი დავამთავრეთ თუ შეიძლება. ამიტომ საშუალო გოლი არის ძალიან მნიშვნელოვანი. სამწუხაროდ ეს ძალიან დიდი შეცდომა იყო და დატორი სამსახური. რასაც შეაძახება ამ უძახება. საშუალო გოლი იყო ძინა ხელისუფლებაში. პარტიული მათ შორის, ხო? დღეს ad არის ეს ხალხი. დღეს იქ არის, რომელსაც ხელისუფლება ქვია. არ გადავწყვეტ. ისე რა სწორი ხარ. პეტრიაშვილი როა თუ მინისტრი რო არის. ამიტომ მე ვამბობ, ქართულმა ოცნებამ, ბატონო დავით, ქართულმა ოცნებამ ნაციონალურ მოძრაობას, ესე იგი, კარგზაცვა დაცმოძრაობა და წაიყვანა კადრები თავის. აღიარებ. გაერთიანება, ახლა შემოვედი მაშინ, როდესაც ერთი თვეა, რაც არც მართლობის ხიბლი ქონდა და არც პრივილეგია. და კიდევ ერთხელ წელიწადის განმავლობაში, რომ დამენახა, რომ ის შეცდომები არ იბერება, არ იფურჩქნება, არ ჩერდება, არ კონსერვდება. ის ყველაფერი კარგი რაც იყო რეალურად არ გადავდგამდი ამ დარჩა. კარგით რეკლამაზე უნდა გავიდეთ, უბრალოდ მინდა მაინც გითხრათ, რომ აი პეტრიაშვილი არის ირაკლი თუ არა ვსწრები მინისტრი რო არის აი რეინტეგრაცია და რა 80% შეულებისა ნაციონალები ყავს. არა, არა. აი ეს არა, ნუ გაგზარცვეს, ნაციონალები ხარ გაგზარცულებს, არა. არის პროფესიონალი. მე გულისხმობ ის ხალხი, ვინც შეცდომები დაუშვა, დანაშაული ჩაიდინა და გადაცდომები. კარგით ნიკა, თქვენ თუ გინდა არა, ვაღიარებ პირი. ეცას, მე მინდა დავამთავრო რეკლამისთვის და ამიტომ გეუბნებით, დაგიანონსეთ ის, რაც თქვენ თქვით. აგერ ის რო იყო, რა ქვია, განათლების ყოფილი მინისტრი, ის ყავს მრჩევლად. თავდაცვის ყოფილი მინისტრი ყავს. თუ ის ადამიანი პროფესიონალია, ადამიანი რომელსაც ეხა აი ვინც გააყალბა 8 წლის არჩევნებში და ვინც ეს აკურთხა, ის რომ მრჩევლად ყავს ქართული ოცნების მინისტრს, მე მგონი ამას ქვია კლასიკური გაძარცვა თქვენი
აქტივისტად ახლა და თავი არ უსკდება არც ეს იქ რჩევდა თავს აყვანილი. როგორც ჩანს მართალს ამბობს ბატონიკა და ნაცხოვრობიდან ვინც კი მედროვე იყო და ესე თქვა და შარაგზე შარახვედია მედროვე სამწუხაროდ არაპროფესიონალი სამწუხაროდ შეცდა დანაშაულებით ჩამდენ ადამიანი დღეს არის უკლებლი ყველა თუ არა 80% ქართულ. კარგით, მოდით რეკლამაზე გავიდეთ და რეკლამის შემდგომ აუდიტორიასაც შევთავაზებ. მე პირადად დიდი სიმპათიები დაგიფიქსირეთ, მე არ ვეგულოთ, ესეთი რევოლუციური ახედვა გაქვს თბილისის მომავალი მართლისა. თუ ესეთი პოლიტიკა ექნება, ეს არა მართლა კარგი არის. არ შეიძლება რომ ერთი კაცი წვეთდეს ყველაფერს. მანამ დაგუპა და ჩიხავდე და იდიოტობა უნდა მიგუყანა აღედა. კიდე თუ ეს გაგზავნა. არ შეიძლებოდა. არ შეიძლება. არ უნდა გაკეთდეს. დღესაც მომეცამავე თუ არ შეიძლება. ვერ დავეთანხმები ეს კალაკის. არ შეიძლება რა თქმა უნდა ამას ლაბარაკი. ეს არის, ოდესაც ერთ-ერთი შესწმები, ეს არის ჩემთვის უარესი. იმიტომ რომ იგივე შესწმა არ უნდა გაიმეოროს. 200 წლიანმა გამოცდილება, მოწინავე კაცობრიობის გამოცდილების ყველაზე მთავარი მონაპოვარი ისაა, რომ ერთი არ უნდა წვეთდეს ქვეყნის საქმეს და ვიც ამას ვერ აღიარებს, წავა ისევ იმ შუა საუკუნეებში და არ გვინდა შუა საუკუნეებმა დაკუპეს. ახლა მიშას რეჟიმი შუა საუკუნეებში. არა, მაგრამ დღეს ჩვენ აწმონზე ხონდა ვისაუბრეთ. რა თქმა უნდა და მე მომეწონამეთქი თქვენ აწმოში გეგმავთ პროგრესულ მართვას ეს მესიამონა. ამაზე მინდა რომ მაყურებლების აზრით მოვისმინოთ, დაგველოდეთ ოღონდ რეკლამის შემდგომ. გახლავთ ნაციონალური მოძრაობიდან და ოფიციალური კანდიდატი ბაისა ნიკა მინდა რომ თანაბრობის პრინციპი დავიცვა შედარებით და მაყურებლის შეკითხვებსაც უპასუხეთ ძალიან ბევრს აქვს ზოგს ორიგინალური ის აქვს რჩევა ორიგინალური მოთხოვნა მერისაგან და როგორც არ მოუდგენია ჩვენს მაყურებლებს რა უნდა გააკეთოს ქალაქსმენმა დამთეთნება და ეს ადამიანები შემომაყვანეთ თუნდაც ალფამდე ავიდეთ ძალიან კარგი იქნება და დაფიქსირდება თქვენი ხედვა როგორც წარმოგიდგენიათ ქალაქის მართვა თუ ყავს მაყურებელი გთხოვთ შემოგვაყვანინოთ მოგესალმები ბატონო დავით და მოგესალმებით თქვენ სტუმარს ამ ბოლო ხანს ძალიან ბევრი იწერება და მითქმა მოთქმა არის ამ ხრუშჩოვკების შესახებ მაინტერესებს თქვენი მომავალი თუ ხალხმა აერჩია ბატონი ნიკა მერად რაც ფიქრობთ აი ამ საკითხთან დაკავშირებით დიდი მადლობა მოკლებას ნიკა მოკლებას ძალიან გამიხარდება თქვენს უკანასკნელ პერიოდში ამ ხრუშჩოვკასთან დაკავშირებით სამწუხაროდ ფსევდო პროექტი დაანონსა მემორანდუმი რომელიც არა თვითონვე დაადასტურეს ეს უკვე სრულელების მემორანდუმი კი ბატონო რაც ჩემთან მხოლოდ გამიხარდებოდა სამწუხაროდ არის არარეალური აი მარტივად რო გითხრათ ეს ფიქრობ ეს რეალურად ეხლა 3 სართულიანი და 5 სართულიანი სტანდარტული ხრუშჩოვკები ხო იმისათვის რომ კომერციულ ბიზნესმენო მოგება ნახოს ისე თქვენ თვლით რომ არასერიოზულია დროს დავკარგავთ რა ესე იგი წინააღმდეგი ხართ ამ წინააღმდეგი რომ სახლი რომელიც ავარიულია იმის ესე ვთქვათ და დემონტაჟი და ახლის აშენების როგორ შეიძლება ვიყო გასაგები ესე იგი პროექტი უნდა იყოს რეალური და არ უნდა იყოს პროექტი ასე ვთქვათ, ხოლოდ განკუთვნილი წინასაარჩევნო წყლების არის. გასაგებია. ეს გამიკვირდა, კაცო, ვიღაცა არაბი შეიხი მოიყვანეს პროსტინიანი, მოაწერინეს ხელი, ახლა თუ რა იყოს სუფთა რა. მაყურებელი თუ ყავს კიდევ გისმენთ? ალო? გამარჯობათ, მოგესალმებით ბატონებო. იცით რა, სააკაშვილმა თქვა, როცა მოვიდა ქართული ოცნება, რომ აიო, ჩვენ ხალხი ვერ დავაჯერეთ იმაშიო, რომ ჩვენ ვიყავით პროგრესული მშენებელი ხალხიო და ყველაფერი კარგის და ახლის შემქმნელი და არ გაგვცალდეთ ვერ დავაჯერეთო. მე ამას ცოტა არ მეკადრება არც მე და არც თქვენ ახლა, მაგრამ მაინც ვიტყვი, ვერ დავაბოლეთო რა ხალხი. ჩვენ ასე აღვიქვით ხალხმა. აწი აღარ მოგვივა ასე. ვიზუალურად ძალიან კარგი ახალგაზრდა ხარ, გენაცვალე, კარგი ოჯახიშვილი, მაგრამ არ ამგონია შანსი, იმიტომ არა გაქვთ. არა იმიტომ რომ განათლება გაყია. არა იმიტომ ბატონო დავით. ანალიზს აკეთებდა. აჭუბია რომ შეგიძლია. ანალიზი მინდა, ამ წუთას პატარა მოკლე. ხო, უბრალოდ ძალიან სიმპათიურობა და ყველაფერი, მაგრამ ძალიან აი ისა ალბათ ილფიდა პეტროვის ოსტაბენდერი мы измучены нарзаном люди. Дорогой мой. გასაგებია. დიდი მადლობა. ვაპატიეთ რა ახლა ანალიზი მემომანდეთ რა დაბეჭული ზამბერის საუბარი. ოდი კიდევ შემოვიყვანოთ ერთ. კი ბატონო, კომენტარი გაუკეთეთ. ჯერა ძალიან ბევრს. ზედიზეთ მესამე არჩევნებში შანსი შეიძლება მიეცეს
იმ პოლიტიკური ძალის კანდიდატს, რომელმაც რეალურად ძალამ წელიწადნახევრის განმავლობაში ვერაფერი ვერ დაამტკიცა საზოგადოებისთვის, რომ რაღაცას ასიკეთო რო ამოხდა. ესეც ხო ფაქტია. მე მესმის თქვენი, მაგრამ ეს არის ძალიან დიდი პრობლემა ჩემის აზრით, იმიტომ რომ რა თქმა უნდა პოლიტიკური თანამდებობა არის მე ახლა არის არჩევითი, მაგრამ მე ვიძახი რომ გააჩნია ვინ როგორ უყურებს პოლიტიკას. ჩემთვის პოლიტიკა არ არის ურთიერთდაპირისპირების, ურთიერთკიშპობის, ლანძღვის, ბოდიშტაგინების. ჩემი პოლიტიკა, ჩემი სრული პოლიტიკა დავინახოთ ინფრასტრუქტურული პროექტების კეთების სახით, სოციალური პროექტების განხორციელების სახით, ქალაქში სატრანსპორტო ქსელის ასე ვთქვათ განვითარების. აი ეს ის პოლიტიკა, რომელიც მე მაინტერესებს. კარგი, ნალდოვთნიკა ძალიან გთხოვთ რა, ლაკონური პასუხები გავცეთ. დიახ, ეთერში ხართ. გისმენთ? ბატონო დავით. დიახ. გისმენთ. შეკითხვა დაუსვით რა, მერობის კანდიდატი. მე ვრეკავ ტაბახველიდან. დიახ, ბატონო დავით. ხო და როგორ არის იცი? კანალიზაცია ჩვენ არ გვაქვს. წყალი ჩვენთან არ არის და გრაფიკი გაქვთ ხო? გზა ჩვენთან არ არის. გარეცხილი მანქანით ვერ ჩამოვდივარ თბილისში. ვიცი, პრობლემა, ვიცი. დიდი მადლობა. აბახმელაში მას შემდეგ რა შარშან 1 მარტს მოგვიერთა ჩვენ საზღვარში თათბირის რაიონს. ო, შემოვიდა. და დამეთანხმება ბატონო თუ ხაზია რომ ძალიან ბევრი ქუჩა დაიგო აბახმელაში 6 მილიონი ლარი. რამდენი ოჯახი ცხოვრობს აბახმელაში, აი ზამთარში? ზოგადად ასე უხეშად ვერ გეტყვი. 400 არის რაოდენობა ადამიანები აგა მე აგარაკები რომ გამოვრიცხო. და დაახლოებით ისე იქნება აბახმელს საკმაოდ თბილისის საზომებით მიუტექით ტაბახმელა და დაუგეთ ასფალტები. არა მარტო ტაბახმელაში, ტაბახმელა, შინკისი, წავკისი, კოჯორი, კიკეთი 1 მარტიდან შემოგვიერთეთ ჩვენ. შარშან საკმაოდ 420,000 კვადრატი არის დაუგებელი ზედასოფლებში. შარშან დავაგეთ ჩვენ და დამეთანხმება და ტაბახმელაში განსაკუთრებით ძალიან ბევრი. 130,000 კვადრატი ზოგადად სოფლებში. მაგრამ მე-13 რისი საშუალებებს ჰქონდა ბიუჯეტის 14 მილიონი ლარი. ხაზე რამე მოკლე პასუხი გაიგო. ასთან დაკავშირებითაც რა თქმა უნდა არის პრობლემა. გრაფიკი აქვს, რამდენი საათია? ეხლა ჩვენ 3 საათი გქონდათ გრაფიკი და ეხლა რიგ შემთხვევაში ეს ხო იმან და გააკეთა. სამფეში ერთხელ აქვს უაცრავად სამფეში ერთხელ. ეტია რა. მიეწოდებათ. გამოგებინეთ გახოთ დღეს გამგებელი. აი მართა მაინტერესებს ახლა ეს ნაციონალობა რომ იქ არის და ის გაყიდეს კი ბიჭა. წყალკანა, რატო არ უნდა უზრუნველყოს? აი თუნდაც ვალდებულება აქვს აღებული უკვე წყალკანას 2014 წლის ბოლომდე უნდა უზრუნველყოს 24 საათიანი წყალმომარაგება შემოერთებულ სოფელში და დაბალში. მე მოსთხოვეთ გრაფიკი მაჩვენე რასაკეთებს. წლის ბოლომდე მათ უნდა აიღონ ეს ვალდებულება და შეასრულონ. გეთანხმები. ზაფხულში გააკეთებენ ყველაფერს ხარ ზამთარში არ შეიძლება და შემოდგომის წელს არ შეიძლება. დაწყებულია 2015 წლის ბოლომდე ქონდეს ვალდებულება. კარგი მადლობა. კაი თუ გააკეთებთ საათუარად აბახმელაში მართლა შარშან დამეთახო ძალიან ბევრი გაკეთდა უბრალოდ რო ჭირდება თანხა არ ვიყო ელემენტარულად. კარგი მადლობა. ეთერში თუ ყავს მაყურებელი შემოვიყვანო. დიახ, გისმენთ ხალხი. გამარჯობა, ანუ ძალიან მომწონს თქვენი გადაცემები, ძალიან მომწონს ეს ახალგაზრდა. ასე ხმა რომ მქონდეს საყვარელოს, ასივეს თქვენ მოგცემთ. ძალიან ზრდილი ერთხელ შევხვდი ამ ადამიანს. ძალიან ზრდილი, არ ვიცი უკვე საქართველოში თუ არსებობს თქვენნაირი ადამიანები, საყვარელო, ღმერთმა დაგლოცო. დიდი მადლობა ქალბატონო, ესე შეკითხვა არა გაქვთ. გოლის კიდე შემოვიყვანოთ მაყურებელი. გისმენთ ხალხო, გისმენთ. თქვენი პრობლემები როგორ წარმოგიდგენიათ, როგორ უნდა მოაგვაროს მერია, დავუსვით შეკითხვები მერობის კანდიდატია. გისმენთ? ალო? დიახ, ხალბატონო. მოგესალმებით. ბატონ დავით, მივესალმებით თქვენ სტუმარს. და ძალიან დიდი თხოვნა მაქვს, თუ კი აირჩევენ ქალაქის მერად ბატონ ნიკას. რომ ისე როგორც აი არჩეულები მე რომ ტელეფონს არ იღებენ, მე რომ ხალხს არ უსმენენ, არ იყოს ესე, აი წინდაწინ თხოვთ მაგას. ძალიან ბევრი თაყვანისმცემელი ყავს და ძალიან ბევრს მოსწონს სხვადასხვა სხვადასხვა რაიონში გავიკითხე და ძალიან ბევრს, მაგრამ აი ვინც ავირჩიეთ ხო, აი თათბირის რაიონში ჩვენ ავირჩიეთ ძალიან ერთულოვნად მამუკა ახლებიანი. აი არ შეხვედრია, აი ხალხს იმალებოდა, არ შეხვედრია, აი ამ წლების განმავლობაში არ შეხვედრია. და აი ძალიან გთხოვთ,
ნიკა თუ კი თქვენ აგირჩენ კარგი მამიშვილი ხარ შევ და ძალიან გთხოვთ აი ძალიან გთხოვთ თქვენ აზორის კონტაქტი იმიტომ რომ ხალხის ხმას თუ დაიმსახურებს ხო უნდა იყოს იმათი ერთგული ხო საბადო დიდი მადლობა კომუნიკაცია გექნება ახლა შეგიძლიათ და არამედ საჭირო მოწოდება რო არა ეს სიამოვნება რომელიც მე მივიღე ამ წელწადების განმავლობაში თასმის რაიონის გამგებლად მუშაობს ნამდვილად ტრამანეჭედა ხალხთან ურთიერთობა ნამდვილად იქნება გააგრძელებთ ამას აუცილებლად რო არა დიდი მადლობა კიდევ მაყურებელი თუ ყავს დიახ ეთერში ხართ ხალხო გისმენთ შეიძლება ჩავხდეთ კი ბატონო ჩაერთეთ და შეკითხვა დაუსვით გამარჯობა მოგესალმებით დიახ ესეთი კითხვა გვაქვს ანუ უკვე 7 წელია კომპანია არც და საქართველოს ბანკ შორის არის დავა რა ერთ-ერთი მოგინაბრება ოთაჭალის ტურფა არის ეგეთი მშენებლობა რა ანუ დაობენ უკვე სადღაც 7 წელია და არაფერი არ ხდება სასამართლოშიც ანუ წლების განმავლობაში მიდის დავა რა რაღაცნაირად გასაგებია ახლა შეიძლება კონკრეტულად თქვენ არ გეხებათ ეს პრობლემა მაგრამ აი მინდოდა რომ ცოცხალ ეთერში გაიზარებულიყო რა აი რამდენი 300-400 ოჯახი აუდება უკვე 7 წელია რა მივად სასამართლოზე მიდის რაღაცა იურიდიული ჭიდილი ერთმანეთს უმტკიცებენ ვინ უფრო ჭკვიანია ვინ უფრო რაღაცა მოკლედ თქვით აი რა კითხვა გაქვთ ნიკასთან აი როგორ ფიქრობთ იმ შემთხვევაში თუ თქვენ გაიმარჯვებთ და მე იქნებით როგორ ფიქრობთ არ უნდა ჩაერიოს მერია ესეთ საკითხების მოგვარება საინტერესო კითხვა გასაგებია ძალიან საინტერესო კითხვა დიდი მადლობა გამოცდილი კაცი ხართ იურისტი ყოფილიყავთ მერია ეგეთ საქმეებში ერევა საქმე იმ ეტაპზე როდესაც წარმართულია სასამართლოში და მიმდინარეობს სასამართლო დავა რა გადაწყვეტილებაც იქნება გამოსული განჩინება მისი აღსრულება უნდა მოხდეს და ამ შემთხვევაში სამწუხაროდ მერია ვერ ჩაერევა სართულობა უბრალოდ წარმოუდგენელია დიდი მადლობა მე მინდა რომ პასუხი გაგცეთ მოკლე ამ თემაზე ახლა იურიდიულად სწორი არის ნიკა მერია ასეთ საქმეებში ვერ ერევა მაგრამ აი მაგალითად მოსკოვში რა გააკეთეს იცით აი მოსკოვში მერიამ შუამდგომლობა აღზრა თავიანთი დუმა რო აქტივ პარლამენტი ეს საკითხი დააყენა და კანონი მიიღეს ეს ძალიან საინტერესო კანონი მიიღეს თუ კი ხელშეკრულება იდება აი ესე ვთქვათ მოქალაქესა და ფირმას შორის რომ ამადა ამ თვეში მან უნდა დაუმთავროს სახლი საყოველთაო და სავალდებულო სადაზღვეო სისტემა შემოაღებინეს აი ეს უნდა გაგვეკეთებინა ჩვენ 2003 წლიდან მოყოლებული არც ერთმა პარლამენტარმა არ მოიფიქრა რომ ეს გაკეთებული იყო თქვენ და ის 400 ოჯახი დაზღვეული უნდა ყოფილიყავი და სხვა შორის რუსეთის დუმამ დააწესა რა იცი ძალიან ცოტა პროცენტი 10% მთელი ღირებულებისა დაზღვევის თანხა გადაიხდიან ნაწილი მოსკოველები თუ კი დაუშვათ რომელიმე სამშენებლო ფირმა მათ ვერ დაუმთავრებს ის სამშენებლო ფირმის საქმიანობას იბარებს ეს სადაზღვეო კომპანია და უმთავრებს ჩვენი მეორე გადაწყვეტაც არის ბევრად უფრო მარტივი ამ პრობლემაზე რომელიც გულისხმობს რომ ფინა უნდა იყიდოს მაშინ როცა დამთავრდეს ესეთი ეცას მოკლედ გეტყვით ეს იყო სხვა შორის უგულავას პრობლემა მიუშვა ესა და ანუ ძველი რეჟიმის დანაშაულებები იყო ეს გამოკვეთილი დანაშაულებები იყო როგორ შეიძლება შორს ამყვას ამას საუბარი არა მაგრამ ამაში მათ გადაგიტყვით ხა ანუ რეალურად სამშესო კერძო ურთიერთობა არის ხო ისეთ გასო არც ერთი კერძო კომპანიაა იმდენი ფული არ აქვს საქართველოში რომ აეშენებინა თავიდან ბოლომდე მაშინ უნდა შემოიყვანას საიპოთეკო ბანკები და ძალიან იაფადაც ააშენებდნენ საიპოთეკო ბანკები და დააფინანსებდნენ აი ესეთ იმებს ახდებოდა ჩვენთან და პირიქით შევარნაძე რაღა იყო მიშამ გააგდო ორი საიპოთეკო ბანკი ინგლისური და ავსტრიული იყო აქ შემოსული რომ ჩვენ ბანკებს ეხეირათ ამითი ადვილად შეიძლება ამის მოგვარება პატრიოტები რო ყოფილიყვნენ ქალაქისა აშორს აკვას ამას საუბარი ყველაზე კარგი იქნება რომ თქვენი უფლებები კანონით იქნას დაცული კანონით რო არ იყო დაცული იმიტომაც ეს ცეცხლა ვერ შეგისურვათ თქვენ კი არა ყველა სამშენებლო ფირმა გაკეთდა ამ შემთხვევაში თუ ყავს მაყურებელი შემოვიყვანოთ ძალიან ბევრი გაკეთდა ეს კა კონცერტს კეთდება გამარჯობა ბატონო ვაკრის ომას უგააკოტრა ყველა გისმენთ გამარჯობა დიახ გისმენთ მოგესალმებით დიახ მე გაწუხებ მოქალაქე რომლის განცხადება ახლა შოკის მომგვრელი იქნება ბევრისათვის როდესაც ვიტყვი რომ ბატონ ნიკამელიას უნდა დაუჭიროთ ხალი მეთქი და აი რატომ იმიტომ რომ ნიკამელია ალბათ
ფირმას გაოცებული იქნება რომ მე სულ იმაში ვიყავ ორი კანდიდატია საერთოდ აქ ერთი ღირსეული გია გაჩეჩილაძე და ნიკა მელია აი ახლა ნიკა მელიას მე ვიცნობ როგორ ვიცნობ უბრალოდ საქმიანად არა 4 წელი წადია მიხდება ურთიერთობა ამ ადამიანთან და ამ იმასთან გამგეობასთან და ერთხელაც არ გაუკეთებიათ ესე იგი უარყოფითი ესე იგი ისა ადამიანები რატო გადავწყვეტე თბილისის მეერობაზე რომ არა გენჩი იმენა რომ კიდევ ერთხელ წელიწად ნახევრის განმავლობაში ხა აქ ძალიან ბევრ სამსახურში მემუშავე სპეციალისტის დონეზეც, შევრის დონეზეც და ჩვეულებრივ რიგი თანამშრომლის დონეზე. და ბოლოს ვიყავ ერთ-ერთ იუსტიციის სამინისტროში სამსახურის უფროსი. არც ერთი სამსახურიდან არ მიმიღია ეს სიამოვნება, რომელიც მივიღე, მიუხედავად იმისა, რომ ყველაზე მძიმე სამსახური აღმოჩნდა, ყველაზე მძიმე დროს, არც ერთი სამსახურიდან არ მივიღია ეს სიამოვნება. გასაგებია. ეს არის ჩვენი მოვალეობა. ემონიკა, ოჯახში გაძველი ხართ, ამის ბრალი არის ესა, როდესაც გიხარია აი ადამიანების სიხარული და თანამონაწილე ხარ, ესე იგი შეში რაღაც არის, აი ოჯახიდან წამოსული და ისეთ მამიშვილი ხარ, ახალებს რომ ესე ფიქრობ. სხვა შორის ეგრე წერა, ჩემი სიტყვები არა, ნაცებიდან რო არ იყოს ეს ბიჭი, კაი ბიჭი იქნებოდაო, მერადაო. მაგრამ აი ერთი წუთით დაგიშვით კონცერტი. არა, იმას დაუსწრებ. არა, თქვენ ეს გამოგიგზავნე. რა იცი, ნიკამელია, სადაც არ უნდა იყოს, აი ნიკამელია, ხო? ხო. აი, გადავედი მე ხვალ დაუშვათ წანეთა პარტიაში. ნიკამელია არ ვიქნები იგივე? თბილისის მერი ვინ უნდა იყოს? უნდა იყოს ადამიანი და არა პოლიტიკური პარტია. რომს გაიმარჯოს ნიკამელიამა მაინც ნაციონალიზმის პოლიტიკა გაგრძელდებაო. არა, პოლიტიკა ის გაგრძელდება, რაც კარგი იყო, ის გაგრძელდება. აი მე თბილისში. რაც ცუდი იყო, კაცო არ გაგრძელდება. იგივე არ გაგრძელდება. ამაზე დებატები როცა გექნება და კონკურენტებთან იქ ისაუბრეთ, შემონიკა რა იყო კარგი და რა იყო ცუდი. არა, კარგი რაც იყო ის გაგრძელდება. შეცდომები და ბევრი და თუ მკითხავთ ამაზე ძალიან ბევრი რამე. ის არ უნდა გაგრძელდეს. არავითარ შემთხვევაში იგი არც უნდა გაიხედოს, სადაც მე არ ვაპირებ. ეს არის ქვეყნის განვითარების ერთ-ერთი ეტაპი იყო. დღეს ამწუხაროდ გული მე როგორც ადამიანს, ერთ-ერთ მოქალაქეს გული მწყება, რომ ქვეყნის მომდევნო განვითარების ეტაპზე ვერ გადავიდეთ. აი მეტროს მშენებლობაზე რა სიტყვით თუ აგერავოს? მე პირადად არ მოგაგებია ჩემი ყვითელი ესენი თქვენის შექმნები სულ არ მაინტერესებს. არ არის აუცილებლობა 42 მილიონი ევრო, 100 მილიონი. ეს შენებობა დაიწყო 80-იან წლებში. იცი გასულ ძალიან კარგად ვიცით. თითქმის შესრულებულია 80%-ში, 25 სადგური. მოხმევინეთ ეცავს გასო, ის აზიის ფონდი არის მეწველის როხა თქვენთვის, ნუ ნაციონალების რაღა იქ დავხატოთ ის ფონდი. არა ეცავს მოხმევინეთ. აგერ არის გვირა ვიცი რომ გაყვანილია რუსთავის მეტროდან მარჯანიშვილის მეიმამდე მოედნამდე გამე წყლის ქვეშ გვირაბი გაწყლილია ავიდეს რეს მეტრო ან ვარკეთილისკენ და ეგენა თბილისის ზღვაზე გადავიდეს მაგრამ ის ძალიან მნიშვნელოვანია არა ბიჭო გაწყლილი მაგ მე-6 ანუ უბნები კაჩერება ეცავს კაცო ძალიან კარგად ვიცი სადაც ამოდის უნივერსიტეტის სტუდენტები ბაჟა ზეკთა ხო ამოდის იქედან მაღლივ კორპუსამდე რაღა კილომეტრიც არ იქნება ხო აი ეს ჯიქიას ქუჩისკენ გაეყვანათ არასწორად იყო დაგეგმილი და აი მრუდეის იყო და ჩემს სუბიექტურას ვიდა ის იმიტომ იყო გაცვლილი რომ მე ვაკეში გადასულიყო გაგვეშვა მეტრო და ეკლას აი როდესაც 80% დამთავრდა კარგი რა სიტყვით 42 მილიონი დო ისა ევრო დიდი ფულია მეტ თავისად ვაისუბნისკენ რა სიტყვით შემოვრიდგენ იგზას რომელიც გაჩვენებულა არ მომწონს იქ თავიდან ეს სისულელე იყო რომ ეს რო კითხოთ ეხა მიმდებარე ტერიტორიაზე მაცხოვრებელ ადამიანებს იმას კითხე ამას კითხე 300 მილიონი ევრომდეა დახარჯული წევა არის იქ აი ძალიან ძვირი დაждდება $2 მოიმატებს იმის ბეტონა კილომეტრზე ხო თვითონ აი გადამზიდავებისთვის წამგებიანი იქნება ეს იყო ფულის გასაკეთებელი ისა რა 19 თვითონ ნუ არა იმიტომ რომ ახლა შემდგომში ისაუბრა კანდიდატებს იკამათებ ავანტურა მაგ დავანებოთ რა ება დავაკონსერვიროთ ეს მართლა ის მე არ მინდა ეს 80% იყო დახარჯული ხუდონგერზე იცი ენერგიის ყველაფერი გაკეთებული იყო ძალიან ცოტა იყო დარჩენილი მაგრამ ხო დაკონსერვდა ეს დაკონსერვდეს და მარკეტინგისკენ წავიდეთ ვიკამათოთ როდესაც ოფიციალური კანდიდატი იქნებით თუ ყავს მაყურებელი შემომიყვანეთ დიახ ეთერში რა გისმენთ მადლობთ გისმენთ დიახ გამარჯობათ ბატონ დავით მოგესალმებით თუ ძალიან დიდ პატივს გავდივართ ბატონ ნიკა ბატონ დავით მე თქვენ ძალიან დიდ პატივს ყველას თქვენი ჯერას და სას და ყველა ყოველთვის ხალხის კიბის გამოხატავ და ამბობ
სანამ დადგებიან, ყველა ძალიან დიდ დაპირებებს იძლევიან. ეგრეა ხოლმე. ბატონო დავით, 6 წელია დევნილი ვარ და ხო ვერაფერი ვერ გავაკეთე და ეხლა 2 წელია და მინისტრ ვერ შევხედრია დევნილთა მინისტრ. აი უბრალოდ რა გინდა ბატონო, რა გინდა? რაც მინდა შევხედე და დევნილი ვარ ახალგორიდან და ვერაფერი ვერც კომპენსაცია ვერც კოტეჯი მომწეს, ვერც თავშესაფარი, ვერც ვერაფერი ბატონო ეხლა მე რა მინდა კომპენსაცია არ მისცეს ახალგორელებს, არც ბინას მოგწემენ. რა გინდათ, რა შეკითხვა გინდათ, რომ დაგვისვათ. ეხლა რა მინდა გითხრათ, ეხლა რის თქმა მინდა. სანამ არჩევნებია, თავს ვიკლავთ ყველა და ყველაფერს ვაკეთებთ, მაგრამ როგორც დაჯდებიან თანამდებობებზე, უკვე აღარავინ არ ახსოვთ, არც ხალხი არ ახსოვთ. ეხლა მეგობრებთან გეუბნებით, აი დამიჯერეთ რა, ძალიან სიმპათიურები და ვართა გეუბნებით, ძალიან ბევრი ზვიშრომე, ძალიან ბევრი ტოლულისას, აქ ერთი რაღაცა თბილისელების, თბილისი, ქალაქ თბილისის მერობის კანდიდატთან აქვს ახლა შეხვედრა. დიახ, ეხლა არჩევნებია ბატონო. მათ ხვევინეთ კაცო შეკითხვა ამას. აი თქვენ ხო ზოგადად ყვებით თქვენ გასაჭირს. მე შეუძლია თუ არა ახალგორიდან დევნილებს დაეხმაროს, დავაკრისტალოთ ეს თქვენი შეკითხვა და გადმოულოცავ ამ შეკითხვას. დიდი მადლობა, უკვე ვიცი რომ ხო, მაგრამ აი რითი შეუძლია მერს რომ აი ამ ახალგორილ ტოლულებს რომლებიც აქ დასაქმებული არიან, რამე გაუკეთოთ. ეხლა ოფიციალურად, იურიდიულად, აი შეიძლება რაღაცი დაეხმაროს მერმა. მიმართულებით თუ კი ადამიანი არის თბილისში რეგისტრირებული უკვე, აქ იქნება სიკეთით. რასაც სიკეთეში ერთ-ერთი სიკეთეა ბინა. თუმცა არა, ბინას ქირას მაინც ვერ გადაუხდეს. რა თქმა უნდა, შეგვიძლია თუ კი არის. გასაგები, აი ნიკა მელია თუ გახდება ქალაქის მერი, ქალბატონო არის სიტყვაზე დავიჭირო და მიაკითხე და თუ არ მოგცა ბინა პრინციპები ქალბატონს ერთ რაღაცაში. სწორედ ამიტომ გონია რომ 10,000-ობით თბილისელი დღეს ბევრად უფრო ცნობიერ არჩევანს გააკეთებს. მოусმეს ამა თუ იმ კანდიდატს მის ნათელ და გასაგებ ხედვას გაიგებს და ბრმა და ავტორიტეტებს აღარ გაყვება. ძალიან კარგი. აი ეს ნიკა გასაგებია, მოდი მაყურებელი შემომაყვანე, ძალიან ბევრი ხალხი გიგეკავდა, SMS-ები მოდი ძალიან ბევრი თქვენ და გისმენ დიახ ეთერში. მოგესალმებით. მოკლე შეკითხვა. კითხვა არ მაქვს და თუ შეიძლება ჩემს მოსაგრებას გადმოგცემთ. აფიქსირეთ. ნიკა არის ყველაზე შესაფერისი კანდიდატი კანდიდატებს შორის. ნიკა ნაძალადები თქვენთანა და ძალიან გვიყვარს. ანუ აზვიადებთ კაცო, ნაძალადები საიდანაა, თქვენ დელეგირება მოგწეს ნაძალადებმა? გაგვეცო მაყურებელი. ნუ სიმპათიებს გიფიქსირებთ. კარგით კიდევ შემოვიყვანოთ მაყურებელი. გისმენთ დიახ ეთერში ხართ. გისმენთ. ნუ გამარჯობათ. გამარჯობათ შეგიძლიათ. ბატონო ნიკა, გამარჯვების შემთხვევაში თაცმიდის ქოხმახებს და ესეთი გაჭრებული რომ არ შემა რამე გუშველო. სად არის ქოხმახები? თქვენი გამგება რომ არის პირდაპირ რომ გადმოხედავთ აბლა ადამიანი ხო თუ ქოხმახებია, იქნება რაღაცა დაანგრიოს ახალი კორპუსების სამსართული არის. ბატონო ეხლა დიდი მადლობა, ვერი საქმე არაა ეს. მე ვარ თქვენი საქმე არა, რა თქმა უნდა ეხლა არის და გეთანხმებით ეხლა რევა და შენება? არა, ყველაფერი, არა, გამაგრება სახელმწიფო. წერილ ჩვენ შარშან გავამაგრეთ 52 სახლი თათბირის რაიონში. ვიცი, მე ვფიქრობ რა არის. არა, კაპიტალური, არა, იმიტომ რომ რეალურად სამწუხაროდ არის. ნიკა, ეხლა მეორე კაცი ხარ, ერთი გამაგებინეთ მას, მე დილეტანტი ვარ. აქ საიმაში თათბინდაში არც ეს ფუნდამენტი კაპიტალური რკინა ბეტონის არ აქვს. ყველა დაინგრევა ადრეთოგვია. აი ამ გარემონტებას და გამაგრებას საჭობია დაინგრეს და ზუსტად ისეთი არის მარტივი ზუსტად იმიტომ რომ ახლა გარემონტება აი ხა მეურნე ხარჯმეთკი და მათხვევინეთ აი ეს საკრებულოს შენობა სულ დაანგრიეს ნუ შიგნით გამოვშიგნეს ფუნდამენტი ქვეშიდან უძღებს სამჯერ ზვირი დაждდებოდა კულტურული მემკვიდრეობის ზეგი ვიცი და ესე იქაც მათხვევინეთ იქეთკენად ის რო არის იმისი ლერმონტოვის ქუჩაზე რამდენიმე გაამაგრეთ ეს და ეს ძალიან ზვირიჯდება. კი ბატონო და ზვირიჯდება. ნამდვილად ზვირიჯდება. არ ძობია მეთქი რომ ეს სურათივი დავდგეთ. არა, არ შეიძლება ეშხი. აი, ეხლა კრაკოვში არის რათა კრაკოვში ყოფი, ბერლინში აი სურათები ნახეთ, ყველა იყო დაანგრეული 45 წელს. ეს ის სურათები რომ დავანგრიოთ თაცმინას აღარ მივიდოთ. მე რაც არ მომწონდა, ის არ მომწონდა რომ მაღალ სათულიან სახლები აშენდა თაცმინის რაიონში და ჩვენ დავანგრიოთ. არის ქვეყანა ვართ, ნიკა, კარგი რა, ცოტა ბიუჯეტი აქვს თბილისს რეალურად. მარტივად გეტყვით მაშინ. ხო. შავანაძე, როდესაც სტუმარი ჩამოვიდა, ხო, კარს იყავდა, ხუშოკები რო შენდებოდა საბუთო. ხო, ხო? ხო.
და დახედო დროს ვერ გაუძლო, ხო? და სტაინბერგი მოვიდა და იმაში. კოლმეზე ვიღაცა საბოჟნიკების და მთელი ორი არის ის უბანი, რომელსაც მოვლა ჭირდება. ძალიან საათოსად უნდა ეს პროექტები ძირიჯდება მეთქი ღარიბი ქვეყანავა, სამ ღარიბი ქვეყანავა და 15% უჭირს. სახელმწიფო ვერ აწევს ამ ტვირთს, უნდა მოხდეს საკანონმდებლო დონეზე ცვლილებების განხორციელება, რომ ერთი ინვესტორისთვის იყოს მიმზიდველი ძველი თბილისის არეალში შემოსვლა. ნიკა კარგია მომეწონა ორიგინალური ხედვა გაქვს. სულ არ გეხართ ნაციონალს. ტიპიური ნაციონალები თქვენაერად არაზრულებენ. ბოლოს არის შემოუშვათ. გისმენ დიახ ეთერში ხართ. გისმენ. ბატონო დავით. მოგესალმებით. შეკითხვა თუ გაქვთ ნიკა. ბატონო დავით, შემმინდა ერთი თხოვნა შეკითხვა. კი ბატონო, გისმენთ. თქვენთან. ხო, კი ბატონო, იყოს. როგორც კი გადავწავ თქვენს არხზე. დიახ. მაშინვე ფუჭდება თითქმის ტელევიზორი, ისეთ ხრიალებს, ესე იგი ძალიან ცუდი ჩვენება. ესე იგი ეს ნაციონალები კიდე არ გადაშენდა. არა და ეხლა უყურებს. ესე იგი კარგი ჩვენება რა ხან? ეტყობა თქვენ ისკერია გაასწორეთ. მიმართეთ რა თქვენ საგაბელოს და დამერწმუნეთ იქ ლოკალურად შეიძლება გარკვევა. ძალიან ბევრი იმაში რა ქვია სახურავზე ვიღაცას ეტყობა ხელოვნურად აქ მიერთებული და ყველაზე სუსტი და ის ყიფე არხი რომელიც იმას ხმა უფუჭდება ეს სცენია ყველა საკაბელოს მათ უნდა მიიღბათ აი მეტად დაკავშირებით ამას ინდა როდესაც პანორამა თბილისში არ შევეხებ შეიძლება მაგრამ მე შეეხეთ რა ჩემს არაჩვეულებრივ რომ დიდძროს დაგვართებს როდესაც პანორამა თბილისია საუბარი როდესაც 600 მილიონი ჩემისაზე არაფერს შევაჭირდება დღეს ქალაქს არაჩვეულებრივი პროექტი კონცეფციას მერიაში თუმცა მაინდა-მაინც საკინზო საბაგირო ტრანსპორტი მინდა რომელიც საბურთალოს დააკავშირებს წყნეთთან ძალიან კარგი ნიკა აი ასწორებს მაინც ისახათ აი თქვენი იმინა სამრეკლოდან უყურებთ ედას გეფცებით კულწრფელად გევნებთ კი ერთად მინდა აი ეს არის დაუშვათ რაღაც არა ნაკლები აი მართა გევნებთ მისტიკური ადგილი არის სვანეთის უბანი იქეთაც თბილისი ალაბარია კაცო იქედა ისიც მისახელია 200 მილიონი ჭირდება ყველა აი ამ უბანს რომელიც ორთაჭრა ალაბარი სვანეთის უბანი ალოსფილო უნდა დავიწყოთ რაღაცა გრაფიკი უნდა შევქმნათ უნდა გავაკეთოთ ამისათვის არსებობს თუმცა შევთავაზოთ ერთ რაღაცაში რომ მხოლოდ სახელმწიფო ამ პრობლემას ვერ გადაწყვეტს ამიტომ ეკონომიკა უნდა გაჯანსაღდეს რომ ინვესტორების კარგი გაგები აი სადა ეკონომიკის გაჯანსაღებას არაფერი არ უჩანს რაღაც საოცრება მოვიდა ახლა ნიკა სენსაციური წერილი იყო მე ვარ ოცნების მომხრეობა და ხმას გაძლევ თქვენო მე გუწევთ თქვით რომ 30% დიახ 30% ხა ჩემი ხარდაჭერების ახალსო გაგიგებთ არის ასევე ქართული ოცნების ხარდაჭერები იმიტომ რომ ასე საზოგადოებაში მე ცხოვრობ. ჩემს გარშემო არის ადამიანთა ძალიან დიდი ჯგუფი. ეხლა მოვიდა კიდევ ერთ ვერცვან უკრასო რომ ნიკამელიაო გაიმარჯვოს. აი ნაცისტებისგან განსხვავდება ნიკა უნდა მიცეთ რაგი და სენსაციური ესერესები მოვიგდით. მაშინაც ხალხო ნიკამელია გახდა ჩვენი სტუმარი ამ წელიწადს პირველი ნაციონალური მყავს ეთერში და დავიძე მე ვფიქრობ რომ აი ორიგინალური ხედვა ადამიანს ამ ადამიანს განსხვავდება ძირეულად 9 წლიანი ნაცისტური პატრონობისაგან თბილის მერობაზე. ყველა მერი ჩვენთან აი ფაქტიურად ერთი კაცის კაპრიზებს წირავდა ქალაქის გარებას, რა ქვია, განვითარებას და ადამიანი ბრძანებს რომ საჯარო და გამჭვირვალე იქნებაო ჩემი მერობის დროს ნებისმიერი პროექტის განხილვა. მეც ეს მინდა. ჩემს მნიშვნელობა არ აქვს ვინ იქნება მერი, ოღონდ გამჭვირვალე და საჯაროდ ხდებოდეს განხილვა და ერთი კაცის ბრძანებით ის მოცემულობა ეს რომელშიც ვარ დღეს მე რომელიც გულისხმობს შემდეგს მხოლოდ იმ გაერთიანების ხარდაჭერთა ხმები რომელსაც მე წარმოვადგენ არ იქნება საკმარისი რომ გახდე ქალაქის მერი შემთთვის ეს არის დამატებითი мотиваცია რომ სხვადასხვა საზოგადოებრივ ჯგუფებს ასე რომ დავარწმუნო იმაში თუ რატომ უნდა ვიყო ქალაქის მერი ამ შემთხვევაში რა ხდება ნახეთ როდესაც მხოლოდ ერთი ჯგუფის ხმების ხარჯზე ხდები შენ ქალაქის მერი სხვა საზოგადოებრივ ჯგუფებს განცდა უჩნდება რომ შენ შესაძლოა იყო ერთი ჯგუფის მერი და მერე რომელიმე სხვა ჯგუფების და ეს ერთხელ და სამუდამოდ ეს მოცემულობა უნდა შეიცვალოს და მე დარწმუნებული ვარ მათ შორის თქვენს ორ არჩევანშიც ბაზონ დავით ეხლა ისეთი უცნაური SMS-ები იყო აქ უბერა და აქ პრეზიდენტად აი ამ საარჩევნო კოდექსით
მართა აღის ხალხო არჩევნებში მონაწილეობა და ნიკა მელიასკოს მონაყის გული აქვს რომ შედის ამ ორომტრიაში. მე ესე ვფიქრობ და რა ვიცი. არ არის ეს დემოკრატიული არჩევნები, ვისაც უნდა ნებისმიერი დონის ექსპერტი დამიჯდეს და გაურკვევს საქმეს. არასწორად მიდის რა ეს საარჩევნო კოდექსი რა დღეშია. კომისიის წევრები ერთი პარტიისა რას რაციონალები ამაშენებაა, ხა წინა წლებში ზონდერები თუ არსებობენ მოხარ მოგწონდათ. საშინელება იყო. წელს ზონდერები მაგალითად მე მომივარ და იმ დღეს 40 ზონდერი. მე რა დილით საიდან მოხდით მეთქი რა დილით თეთრის ნახევარს შევწყვეტ და გავდიოდი და ტყეში ვიყავი პრაქტიკულად მის რა გინდოდა დღეს ერთ-ერთ ობიექტის დასაცვალებლად მივედი მეგაფონებით შეერაღებული ხალხი მოვიდა ის გახსოვთ 5 არ მიყურებია მას არის 5 ობიექტ სხვადასხვა ქალაქში სხვადასხვა ქალაქში ხო სინქრონში რა ისა ხო სამწუხაროდ ეხა ეს ხალხი ახალი შევისწავლები აქვს ერთ პარტიულ რამის თუ კი ხალხს არ მოწონდა აგრესია წინასწლებში აგრესია მე მგონი ნაციონალების მოწყობილი იყო ეს თქვენზე თავდასხმები აი ამიჯერეთ ნიკა იმიტომ რომ თქვენ გაწყობდათ ყველას როგორ სახით პირისაგო კულტურის სამინისტროს თანამშრომელი იყო ერთ-ერთი ეს ეთყობა ვიღაცა ქართულ ოცნებას გადასულდა ნაციონალმა ალბათ ეს იქნება აბა რა იქნება ვაფასებ ნამდვილად როგორ შეიძლება 800 კაცს თქვენ მოიგეთ კაცო მაგითი ნაციონალებმა მოიგეთ აი ამ ზეიმით ნუ ვერ ითვალისწინეთ წინა ხელისუფლების შეცდომებს ეს არის ძალიან საძოხო თქვენ წეღანას ბრძანეთ რომ ბევრიო გადავიდაო ჩვენგან იქაო ხო ხო თქვი ეს გაგებოდი ღირებულებებს და ფასეულობებს გარშემოგიარება მდგომარეობის შესაძლებლობა 80% მედროვეები დადიან და დაბოდიალობენ პოლიტიკაში რა ვქნა ეს რეალობა არის ამიტომ დედაქალაქი ერთხელ და სამუდამოდ უნდა გათავისუფლდეს მაგრამ ჩემი გულწრფელი სურვილია დაბოგვილი ერთი პოლიტიკოსებისაგან და ზოგადად პოლიტიკისაგან თბილისი ამას არ იმსახურებს მახარებთ ნიკა მახარებთ დიდი მადლობა პირველი ნაციონალი ხარ ამ წელიწადში შეფთა და მე სიამოვნა ესე დემოკრატიული ხედვა რო გაქვთ მადლობთ რომ გესტუმრეთ ხალხ არა პატიოსნად გეუბნებით ხოჩეს გულწრფელი ვარ დამიჯერეთ მინდა გითხრათ ხალხო რომ აი ამ მოკლე საინფორმაციო კოდაში შემდგომ მე არის მეერთა გითხრათ ის არის ცოტა ბევრი გვარებია ამ იმასთან რა ქვია პრეზიდენტთან უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის საკითხებში რაღაც კონსულტაციები ქონია და ეს ხალხი გვაყოლებიან სტუმრად. მადლობთ რომ ისმენთ კარგად ზანდებოდეთ ნახვამ. მადლობა. აი